Საქსტატის მონაცემებით 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.914.000 კაცი შეადგინა. მათგან 93.4% საქართველოს მოქალაქეა, 6.6% კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. ქართულ ოცნებაში დღეს თქვეს, რომ საქსტატის მონაცემებმა წერტილი დაუსვა ოპონენტების სპეკულაციებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი ჩასახლება ხდება. საყოველთაო აღწერის შედეგებს ეჭქვეშ აყენებენ ოპოზიციაში. საქსტატი საბოლოო მონაცემებს 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნებს. აღწერა მოიცა საქართველოს მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვება ჩატარდა ელექტრონულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. წინასწარი მონაცემების მიხედვით აღწერის მომენტისთვის საქართველოში ცხოვრობდა 3.914.000 კაცი, საიდანაც 53% არის ქალი, ხოლო 47% კაცი. ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემების მიხედვით აღწერის მომენტისთვის საქართველოში მუდმივად ცხოვრობს სულ მცირე 93.4 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 6.6% არ აღემატება.